თეატრში საერთაშორისო ფესტივალის ღამის სერენადების პრესკონფერენცია გაიმართა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის წლევანდელ პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ფესტივალმა ბორჯომის შემდეგ ბათუმში გადაინაცვლა და დღეს საღამოს 20 საათზე ბათუმში რიგით პირველი კონცერტი გაიმართება. ყოველთვის არის გამორჩეული ეს ფესტივალი, ყოველთვის აქვს თამასა და წელსაც რა თქმა უნდა არ იქნება გამონაკლისი. დღეს იხსნება ფესტივალი და არიან არაჩვეულებრივი მუსიკოსები ჩამოსული, რაც არავინ არ უნდა გამოტოვოს. მე ძალიან მიხარია და მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფესტივალის მონაწილეც ვარ. შევასრულებ რამოდენიმე სიმღერას. წელს ბათუმს ფესტივალ ღამის სერენადების ფარგლებში პირველად ეწვევა ნელო სალსა, სოლისტი იტალიიდან, რომელიც გახლავთ ენიო მორიკონეს მეგობარი და წლების განმავლობაში ისინი ერთად ქმნიდნენ ნაწარმოებებს. ენიო მორიკონეს საყვირსაც კი ეძახიან ნელო სალსას. მეორედ ვარ საქართველოში და ძალიან მოხარული ვარ, რომ კვლავ აქ ვარ, მაგრამ პირველად ვარ ბათუმში. გასულ წელს რადიკალურად განსხვავებულ გარემოში ჩავატარე კონცერტი. ძალიან ბედნიერი ვარ, წარმოგიდგინოთ ანტონიო ვივალდი. უამრავ სიხარულსა და ემოციას განვიცდით. ქრონიკა 17 საათზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.